15 წუთი თავისუფლებისკენ. ეპიზოდი 6. თუ ოდესმე დაგიწერია საახალწლო სურვილები და წლის ბოლოს ქონდა განცდა, რომ ისე ვერ შეძენი, მაშინ ეს ეპიზოდი შენთვისაა. მე ნინო მაღიდანი ვარ და ეს არის ჩემი პოდკასტი 15 წუთი თავისუფლებისკენ. ეპიზოდი ნომერი 6. დღეს მინდა გესაუბრო ახალ წელზე. არა როგორც თარიღზე, არამედ ათვლის წერტილზე, როდესაც ცვლილებები იწყება. რა თქმა უნდა, 15 წუთი გაცნობიერებული საუბარი არაფერს არ შეცვლის შენ ცხოვრებაში, თუმცა 4x15 უკვე შემოიტანს ცვლილებებს შენ ცხოვრებაში. რადგან 4x15 წუთი 1 საათი. აბა დავიწყოთ. იანვარი თითქოს ახალი დაწყების თვეა. თუმცა ხშირად ის ხდება გადაღლის, დანაშაულის და იმედგაცრუების თვე. დიახ, არ მოგესმა, ხანდახან დანაშაულის და იმედგაცრუების თვეც ხდება. გაინტერესებს ალბათ ხომ რატომ? მაშინ გააგრძელე მოსმენა. ტრადიციულად რა ხდება ახალი წლის დღეებში? 1 იანვარი იწყება кейფით, შემდეგ მილოცვები, სტუმრები, საჩუქრები, საცივის და გოზინაყის შედარება, ვისი სჯობდა და ასე უსასრულოდ. და უცებ აღმოაჩენ, რომ ახალი წლის ზეიმობამაც ჩაიარა და იგივე ფერხულში რუტინაში ბრუნდები. რა შეიძლება გავაკეთოთ სხვანაირად? მნიშვნელოვანია დაპირებები ჩვენს საუკეთესო ვერსიას სუპერმენს კი არ მივცეთ, არამედ ოდნავ გაუმჯობესებულ საკუთარ თავს. ამბობენ, რომ იანვრის 12 დღე საფუძველს უყრის მომდევნო წლის 12 თვეს, ანუ წელიწადს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით. თუ შენ უკვე გააკეთე საკუთარი ცხოვრების შეფასება 15 სფეროში კითხვების მიხედვით, შესაძლოა გამოგრჩა და ამიტომ უყურე წინა პოდკასტს. ახლა უკვე გაწერე ამ სფეროების გაუმჯობესებული ვერსია 2, 3 ან 4 ქულით. მაგალითად, თუ შენი შემოსავალი აქამდე იყო 3000 ლარი, თავიდან 30000 ნოინატრებ. გაზარდე ის 1 ან 1.5-ჯერ 5000, 6000, 7000, რომ ჩვენმა ქოცნობიერმა ადვილად მისაღწევად აღიქვას. ამ 15 სფეროდან აირჩიეთ 12 პრიორიტეტული შენთვის და 1-დან 12 იანვრის ჩათვლით თითო დღეს განახორციელე თითო სფეროს შესაბამისი ქმედება. მაგალითად, თუ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ერთ დღეს ჩაიტარებ ჯანმრთელობის პროცედურებს, ეს ძალიან კარგი იქნება. ან თუნდაც ისეინე. თუ პირადი ურთიერთობების დაწყება ან გაჯანსაღება გინდა, დაუთმე დრო ამ სფეროს, წადი პაემაზე, ან თუ ჯერ არ ყავს პარტნიორი, წაიკითხე ან უყურე რამე სამ თემატიკაზე და ასე გადაანაწილე ქმედებები 12 დღეზე. წელიწადის სწორად დასაწყებად ასევე მნიშვნელოვანია პირველივე თვეს დაიწყო მომხდარი მოვლენების ჩანიშვნა დღიურში, რომელიც 20-26 წლის შეჯამებისას გამოგადგება. ნათლად დაგანახებს, რა ინგრედიენტებისგან შედგებოდა შენი განვლილი წელი და ამ ინგრედიენტებით რისი გამოცხობა, ანუ რისი შექმნა შეძელი. ორცხობილების თუ სამეფო ტორტის. თუ განვლილ წელს მხოლოდ ორცხობილები გამოგივიდა და ამ წელს გინდა რომ სამეფო ტორტი შექმნა, მაშინ ამის შემდეგ დასვი კითხვა. რა ინგრედიენტები არ მეყო და რა უნდა ჩავამატო, რომ ამჯერად გამომივიდეს. ასევე რა გადალახე, რით ამაყობ, ვინან რა შეიძინე და კიდევ რის შემოტანას ისურვებდი შენს ცხოვრებაში. ჩამოწერე შენი ყველა მიღწევა თვეების მიხედვით ამ წლის განმავლობაში. თუმცა მხოლოდ მიღწევებზე არ გამახვილო ყურადღება, იმ გამოწვევებზეც გამახვილო ყურადღება, რომელიც ამ წელს გადალახე და გაიხსენე მნიშვნელოვანი
მომენტები თვეების მიხედვით. პრაქტიკა, რომელსაც ახლა გაგიზიარებ, დაგეხმარება ფინანსური ჭურჭლის გაზრდაში და ახალი წელიწადის ახალი ფინანსური შესაძლებლობებით დაწყებაში. სიმდიდრე მაშინ კი არ იწყება, როცა მე შოულობ, არამედ მაშინ, როცა ახერხებ შენახვას იქიდან, რასაც შოულობ. ფინანსური აზროვნების გაფართოების 14 დღიანი პრაქტიკა. პირველ რიგში დაწერე, რამდენია შენი საშუალო შემოსავალი თვეში. მაგალითად, თუ ის არის 3000 ლარი, წარმოიდგინე ახლა, რომ გირეკავენ ბანკიდან და გატყობინებენ, რომ ბანკი ყოველდღე გაგიორმაგებს თანხას და ხვალ ანგარიშზე გექნება 6000 ლარი. თუ შენ აღწერ წერილობით და ბანკს წარუდგენ, რაზე დახარჯავ ამ თანხას. შემდეგ მეორე დღეს ისევ ორმაგდება ეს თანხა, რა თქმა უნდა და ხდება 12000, შემდეგ 24000 და ასე შემდეგ ყოველდღე 14 დღის განმავლობაში. ერთი შეხედვით თითქოს ადვილი პრაქტიკა ჩანს, ხომ? ნახოთ რომელ დღეს დაიწყე ფიქრს ეხლა რაღა ვიყიდო. იკრძალება ამ ფულის დახარჯვა ქველმოქმედებაზე, ინვესტიციებზე, აქციების ან ობლიგაციების ყიდვაზე, კრიპტოვალუტაზე. შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, ახლობლებზე, უძრავ ქონებაზე, შეგიძლია წამოიწყო შენი ბიზნესი. ოღონდ ზუსტად ასევე დეტალებში უნდა გაწერო რა ბიზნესია და რამდენი დაგეხარჯება. 14 დღის განმავლობაში ყოველ დღე წერაში დახარჯე ეს ფული დეტალური აღწერით. მნიშვნელოვანი ძვრები ზოგადად იწყება მე-7-მე-9 დღეს. ასე რომ იყავი დისციპლინირებული და ნაბიჯ გააფართოვე შენი ფინანსური ჭურჭელი. გილოცავ ახალ წელს. დაი ამ წელს გაგებედოს ის, რაც ძალიან გინდა და გიტოვებ ასარჩევად სურვილების სიას, საიდანაც უნდა ამოირჩიო ის 4 ან 5, რომელიც გინდა, რომ პრიორიტეტული იყოს შენს წელიწადში, შენს ცხოვრებაში. ასე რომ გისურვებ ბედნიერებას. პრაქტიკა იწყება შემდეგი ფორმით. ყველა ფრაზის წინ, რასაც თქვენ მოისმენთ, უნდა თქვათ: მე ნებას ვრთავ საკუთარ თავს. მე ნებას ვრთავ საკუთარ თავს, ვიყო ბედნიერი ქორწინებაში, ჩემს საყვარელ პარტნიორთან ერთად. მე ნებას ვრთავ საკუთარ თავს, მიყვარდეს და მიხაროდეს ცხოვრება. მე ნებას ვრთავ საკუთარ თავს, ვიცხოვრო საუკეთესო ცხოვრებით. მივიღო სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები. შევანელო ჩემი ცხოვრების ტემპი და დავტკბე ცხოვრებით. ვიმოგზაურო სიამოვნებით და ადვილად. მქონდეს საკუთარი კომფორტული სახლი. ვიკვებებოდე ჯანსაღად. მქონდეს ჯანსაღი რომანტიული ურთიერთობა. ვიყო სიხარულის მილიარდელი. მეცვას მდიდრული, კომფორტული, ბრენდული სამოსი. მყავდეს ბევრი ბედნიერი, გახარებული, მადლიერი ადამიანი გარშემო. ვიყო ფინანსურად თავისუფალი. საყვარელი, სასიამოვნო საქმიანობით შოულობდე ფულს. მე მართავდე ჩემს ფინანსებს. მე მქონდეს საუკეთესო გაჯეტები, ტექნიკა. მქონდეს ხანგრძლივი, ჰარმონიული ურთიერთობა ჩემს ცხოვრების პარტნიორთან. ვიყო ბედნიერი და ლაღი ჩემს ცხოვრებაში.
ვიმოგზაურო სასურველ ადამიანებთან ერთად. სასიამოვნო გავატარო დრო და დავტკბე ყოველი წამით. ვიყო მაღალანაზღაურებადი და წარმატებული ადამიანი. ფულს მარტივად ვშოულობდე საყვარელი საქმით. შევქმნა ჩემი ოცნების ცხოვრება. მქონდეს საკმარისი ფული იმისთვის, რომ თავისუფლად დავისვენო სადაც მინდა. წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩავიდე სოფელში და მოვინახულო ნათესავები. დავიწყო სასურველი ბიზნესი. შემოვიკრიბო თანამოაზრეები და მყავდეს კარგი გარემოცვა. გავიცნო საინტერესო ადამიანები. დასასრულს კი მინდა დაგიტოვო ერთი კითხვა. თუ 20-26 წლის ბოლოს საკუთარ თავს შეხვდები, რა გინდა რომ მან გითხრას? მადლობა რომ არ დანებდი, თუ ნეტავ მაშინ დაგეწყო. ბედნიერი ახალი წელი.